შემთხვევა რო ვთქვა რომ ჩვენი მთლიანად რეგიონისათვის, ასაც კავკასიის რეგიონი ქვია, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, თუ როგორი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდება საქართველოში, ამაზეა დამოკიდებული. მიუხედავად უამრავი სიძნელისა პრობლემისა, ჩვენ ვიცხოვრებთ დამოუკიდებელ ძლიერ თავისუფალ საქართველოში, რომელსაც აქვს მომავალი, რომელსაც აქვს მეგობრები, რომელიც მიმართ არსებობს ინტერესები და რომელშიც შეიძლება ჩაიდოს ინვესტიცია. თუ ვიცხოვრებთ ისევ რაღაც ჩვენს წარსულში დაუბრუნდებით, დაპირისპირებაში, განზღვაგინებაში, ზუსტად იმაში, რაც ჩვენ 7 წლის წინ გამოვიდა. და რატო ამბობ მე ამას? მე, როდესაც ვუყურებ ჩვენი ზოგიერთი ოპონენტის და ძირითადად ეს დაჯგუფების თუ ალიანსის თუ რისი წევრები არიან, როგორ ისინი ცდილობენ მოვიდნენ ხელისუფლებაში და დაგვიპირისპირდნენ ჩვენს, ეს ძალიან გავს, როგორ მოდიოდა ხელისუფლებაში ის ძალა, რომელმაც ერთ წელიწადში დაანგრია ქვეყანა. დაანგრია ქვეყანა, იმიტომ კი არა, რომ მათ არ უნდათ. მე არ მინდა ასე ვიფიქრო ნებისმიერ ქართველზე, ვისაც ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობს და დავალებას არ ასრულებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, არამედ მათ იმ ტალღით, როგორც ისინი მოვიდნენ, ლანძღვაგინებით, მუქარით, მერე რაც რეპრესიები გატარდა საქართველოში, ასეთი ფორმით საქართველოში, როდესაც მოვა ხელისუფლება, ის აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას, აუცილებლად გამოიწვევს ძალიან ბევრ პრობლემას და მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ ამის საშიშროება არსებობს წელს. სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული, თუ რას მიცემს ჩვენი მოსახლეობა მხარს. მხარს დაუჭერს თავის მომავალს, თუ სამწუხაროდ არიან ხალხი, რომელიც სხვადასხვა საშუალებებით, თანხით, მოსყიდვით, ხმების მოსყიდვით თუ ძალდატანებით და არჩევნების გაყალბებით შეეცდებიან სწორედ საქართველოში სულ სხვა პოლიტიკური ნების დემონსტრაციას. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაფერი არ იქნებოდა და უფრო გამართული ვიქნებოდით, რო არა ის უამრავი შეცდომა, რაც ჩვენ დაუშვით ჩვენმა ხელისუფლებამ. ეს შეიძლება დავაბრალოთ გამოუცდელობას, ეს შეიძლება დავაბრალოთ უამრავ პრობლემას და ძალიან ბევრ ფაქტორს, გარე ფაქტორსაც, იმიტომ რომ აი ეს ტერმინალი, რომელიც აქედან რამოდენიმე კილომეტრში ეს სულ ცოტა 4 ტერაქტის ფასად დაჭდა. დაჭდა 4 ტერაქტის ფასად და იმიტომ არ ებრძოდნენ შევარდნაძეს, რომ ის შიდა პრობლემების გადაწყვეტით იყო დაკავებული, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური არჩევანი. ან საქართველო გახდებოდა საინტერესო ქვეყანა ევროპისათვის, მსოფლიოსათვის, გახდებოდა საქართველო კარიბჭე არა მარტო კავკასიისათვის, არამედ წინა აზიისათვის, ან საქართველო უნდა გახდეს და როგორც უნდა ჩვენ ოპონენტებს გახდეს საცობი. არა მარტო კავკასიისათვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. და ეს არის გეგმა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები თუ ხალხი, რომელიც მე ვჯერა, რომ კარგი ქართველები არიან და კარგი პატრიოტები, როგორც, მაგრამ სამწუხაროდ ასრულებენ იმ დავალებას, რომელიც იწერება არა თბილისში, იწერება არა საქართველოს სხვა ქალაქში, არამედ იმ ქალაქში, საიდანაც ჩვენ ყოველთვის პრობლემები გვქონდა. ეს მოდის ყველაფერი იმ რეაქციული ძალებისგან, ვისაც ძალიან უნდა რომ საქართველო ისე ვიხილოს სატელიტად რუსეთის, ყოფილი საბჭოთა კავშირის და ალბათ ბელორუსია, რუსეთის ხელშეკრულების მაგალითი იქნება ყველაზე კაი დემონსტრირება. რომლისთვისაც ყველა ინვესტიცია არის კერძო ინვესტიცია. და არა მარტინ ბაუერის ჩადებული თანხა და რომელიმე კერძო კომპანიის, არამედ თავისი ფირმის ჩადებული თანხა და ეს ფული უნდა იყოს მოპარული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ან საქართველოს კუთვნილის სანაოსნოდან, ან საქართველოს საბაჟოდან და ასე შემდეგ. აი ესეთი ტიპის არჩევანია ახლა ჩვენს წინაშე. მაგრამ მე ისე ვიმეორებ, რომ არა ის შეცდომები, რაც ჩვენ დაუშვით. და რა არა ის უამრავი პრობლემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის, ალბათ უფრო გაგვიერთდება. და ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორც ადამიანმა, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში უფრო მეტი ვისწავლე და თქვენთან ერთად ნახეთ თუ როგორ უნდა გაკეთდეს საქმე, ვიდრე ვისწავლე თუ როგორ უნდა გალანძღო ადამიანი და დააბრალო დაუბრალებები. თუმცა ეს ერთი რამეც ვისწავლე, რომ ადამიანს როცა დანაშაულზე წავსრებ, იმ წუთშივე უნდა აგებიო პასუხი და არ უნდა აპატიო და არ უნდა მოეფერო და თავზე ხელი არ უნდა გადაუშვი. პენსიებთან დაკავშირებით. მართლა ეს არის ღირსების საკითხი და მე არ ვიცი ამ საკითხის პრობლემის შექმნის დაწყება რომ დროზე გადაწყვეტილიყო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში არ იქნება. მე მესმის ჩვენი მოსახლეობის და აბსოლუტურად გასაგებია, როცა ადამიანი ამბობს, რომ მე შენ გულით და სულით გიჭერ მხარს და ვხედავ, რომ შენზე საუკეთესო ძალა ალბათ არ არსებობს, იმიტომ რომ შენ ის ადამიანები, რომელიც შენს გუნდში არიან, ის ადამიანები, ვინც უჭერენ მხარს შევარდნაძეს, არიან მართლა ყველაზე ღირსეული ადამიანები, მაგრამ მე იძულებული ვარ გავაკეთო სხვა არჩევანი, იმიტომ რომ სხვა გამოსავალს თქვენ არ მიტოვებთ. და ის სისტემა რომელიც ჩამოყალიბებული იყო ამ ხნის განმავლობაში, საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით, უამრავი ხარვეზე ამასთან დაკავშირებით იყო საფუძველი, ალბათ, რომელიც ჩვენ გავატარეთ, მაგრამ ეს შეცდომა იმდენად წარე იყო ჩვენთვის, რომ ასეთ დანაშაულს ჩვენ არასოდეს აღარ გავაკეთებთ. არასოდეს აღარ გავაკეთებთ და რომ არა ეს პრობლემები, რომ არა
არასწორად განაწილებული შემოსავლები, რომ არა არასწორად განაწილებული საბიუჯეტო ტრანსფერტები, რომ არა ზუსტი მითითებები თუ რა მონაცემები, რა რესურსები არის მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის, რომ ამოუწიოთ ჩვენი ბიუჯეტში თანხები და გავანაწილოთ ის სამართლიანად, ეს პრობლემები არ გვექნებოდა. ბატონოთა, თქვენ მე დამიდასტურებთ, რომ 2 წლის წინ ჩვენ გავფრთხილებდით, რომ საქართველოში შეიძლება მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთში, პენსიების დავალიანებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არაფერი არ არის. მე ყველაზე გულის დასაწყვეტი ისე მაქვს, რომ ჩვენ ვერ მოახერხეთ, აი როგორც განგაშის ზარის შემოკვრა, რომ ეს პრობლემა არ მიგვეტანა სწორედ აქამდე. და რო არა, ეხლა უდიდესი ძალისხმევა ჩვენი მეგობრების დახმარება, თვალის დახუჭვა და ბევრ საკითხზე და რო არა ის დიდი მუშაობა, რასაც აკეთებს ის ჯგუფი, რასაც მე პირდაპირ ვიტყვი. ვანო შკარტიშვილი ქვია, დათო ქვია, აუნოფიშვილი, ზაზა ქვია და ის გუნდი ქვია, რომელსაც გული შედგება. თუ ამ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელსაც სულ ერთია როგორ იქნება და თავარია მეთოდიკის მიხედვით და რაღაც უბრალოდ დოკუმენტის მიხედვით მიმდინარეობდეს რაღაც პროცესები და თუ ერთი თეთრი დააკრდა რაღაცას, ან ერთი რაღაცა მოხდა ეროვნულ ბანკში არასწორად, იმ წუთშივე უნდა დარეკო საავადმყოფო ფონდში და უნდა უთხრა, რომ სასწრაფოდ გააჩერე ბიუჯეტი, იმიტომ რომ აი მოქალაქეთა კავშირი არჩევნებს წააგებს ამის გამო და ყველაფერი ქვეყანაში კარგად იქნება. სამწუხაროდ ასეთი ხალხიც არის ჩვენს ხელისუფლებაში. და მე ერთი რამე მინდა ვთქვა. აი ეს არჩევნები ჩვენთვის იქნება ამის მაგალითი. იმიტომ რომ სიებში მოქალაქეთა კავშირის და კანდიდატების იქნება ხალხი, რომელსაც ენდობა ხალხი, მაგრამ რომელიც უკვე გამოცდილები არიან თავის საქმიანი თვისებებით, თავის პატრიოტებით აღარ დაუშვებენ იმას, რომ ჩვენ შეცდომაში შევიყვანოთ ჩვენი თავი პირველ რიგში და მერე მოსახლეობა. ეს არის უდიდესი და უმწარესი შეცდომა. ჩვენ ერთი რამე კიდევ ვერ შევძლებთ, აი მე კოკი გამოდიოდა და აუცილებლად მინდა ვთქვა. ჩვენ ბიზნეს და ინვესტიციას ვერ მოუპოვეთ ის ადგილი რა. ჩვენ ვაშენებთ კაპიტალიზმს, ეს დასამალი მე არ მაქვს, მაგრამ კაპიტალიზმს, რომლიდანაც ამოღებული თანხები დაეხმარება პენსიონერს, დაეხმარება ჯანდაცვას, დაეხმარება განათლებას, მაგრამ ვახშობთ კაპიტალისტებს. აი ეს ფსიქოლოგია თუ ჩვენში ცოტა არ შეიცვალა, მესაკუთრის ფსიქოლოგია თუ ჩვენში ცოტა არ ჩამოყალიბდა და ის რაც მაგალითი იყო, ნუ შეიძლება ადამიანისგან ელოდებოდე რაღაცას, მაგრამ ცოტა სხვანაირი მოპყრობა უნდა ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ერთ მარტინ ბაური არ არის სახელმწიფო პირი და არც საქართველოს სანაოსნოთი დაფინანსებული ფირმა. აი იქებზე დაკრავს ფეხს და წავა და მე ეძებე და იმაში ნასაკერალში და ლაითურში კი არა, საერთოდ ეს დარგი როგორც ასეთი მოკვდება. რისი გაკეთება შევძელით ჩვენ? კი იყო ბატონთამეს დამედასტურებს, იყო რაღაც სურვილები, იყო რაღაცა, მაგრამ მაინც ვერ გავაკეთეთ ის, რაც გაკეთება უნდოდა ჩაის მრეწველობის სამუშაოებას. ამიტომ ეს კომპლექსური საკითხია და ალბათ ამაზე სულ სხვანაირად უნდა ვიქნათ. მე ისევ ვიმეორებ, შეიძლება ეს ვიღაცისთვის მაგალითია, რომ ჩვენ შემოსავლები 95 წელთან შედარებით 4.5-ჯერ გავზარდეთ და 208 იყო მაშინ მილიონი ლარი და წელს 960-ია დაგეგმილი, მაგრამ შეიძლება და უფრო კარგად და უკეთ ყოფილიყო და ჩვენ იმიტომ გვინდა ეს არჩევნები. ყოველ შემთხვევაში ჩვენს გუნდს რომ ჩვენ ისეთი ხალხი მოვიყვანოთ პარლამენტში, რომელიც რეალურს გახდის, არა მარტო სწორ დაგეგმვას და შესრულებას, არამედ იმ პრიორიტეტების გადაწყვეტას, რაც ჭირდება დღეს ქვეყანას. ჩემი და იმ მოსახლეობის გადასახდელი, რომელსაც უნდა დავეხმაროთ ჩვენ. შეიძლება ეს 50 წელიწადში ჩვენ ეს 20 მილიონი ლარი არაფერი არ იყოს ქართული ეკონომიკასათვის და მე ამისი მჯერა, იმიტომ რომ ჩვენ შევძლებთ ამ საკითხების დარეგულირებას და არც 50 წელი გვინდა ამისთვის, აი უახლოეს 5 ნორმალური წელიწადი, 5-10 ნორმალური წელიწადი სრულიად საკმარისი იქნება, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. იმიტომ რომ იმ ხალხმა, ვინც სოფლიო ბანკში მუშაობს, სწორედ ჩვენი დახმარებით, ჩვენი მეცადინეობით გაითვალისწინეს, რომ საქართველოს არ ექნება საშუალება, რომ უახლოეს 5 წელიწადში სოციალური პროექტები დააფინანსოს. წყალსადენები, სკოლები, ასე შემდეგ, რომელიც დიდ ეფექტს იძლევა. სამართლოები, რომელიც კერძო არ არის და ასე შემდეგ. შეიძლება ადამიანს ხელფასი მიცე დროულად, პენსია მიცე დროულად, მაგრამ როგორც კი მის სოფელში წყალი არ წამოვა და სკოლა ჩამოინგრევა, იმ წუთშივე შენი ავტორიტეტი ნოლზე დავა. ამიტომ ეს პოლიტიკური პროექტია. ამიტომ არის ჩვენი მოთხოვნა შენ და მე ისეთივე როგორც მე და ზაზა ვთხოვთ ხოლმე ერთმანეთს პარლამენტში რაღაცა. და აქ არავის ბიძაშვილებმა, დეიდაშვილებმა, მამიდაშვილებმა საქმე არ უნდა გადაწყვეტონ. ეს არის ყველაზე მეტად პოლიტიკური პროექტი, იმიტომ რომ იმის შემდეგ აქ თუ პოლიტიკური ხელისუფლება შეიცვალა, მე თამამად გეუბნებით ის ძალებით, რომელიც მოვლენ, რომელიც აპირებენ მოსვლას. ეს პროექტები სულ სხვანაირად გაჩერდება. მაშინ ნორმატივებში კი არ ჩახედავენ 2 თვე დავჭერდეთ თუ 3 თვე დავჭერდეთ. მაშინ ჩახედავენ საერთოდ ღირს ამ პროექტის გატარება საქართველოში თუ არ არის. და ამიტომ ამ შანსის არ გამოყენება ჩვენთვის არის დიდი შეცდომა. მე არასოდეს არ მინდა რომ თქვა რომ ჩვენ აღმოჩნდებით რომელიღაც ისეთ ხელისუფლების როლში რომელმაც თავისი დემოკრატიით დათმოარჩენები ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ დემოკრატია ჩვენთვის არ არის მარტო დემოკრატია, ჩვენთვის სახელმწიფოა და არც არანაირ კლანს და არანაირ დაჯგუფებას ჩვენ ამას არ დაუდგებთ. კიდე
ზღვისპირას ცხოვრობდნენ და გინდა მოსკოვში უწერდნენ გეგმებს და გინდა სხვა ქვეყანაში. ამის ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ირაკლი, ამიტომ გვინდა რა შენთან მეგობრობა და პოლიტიკური ორგანიზაცია თავის რიგებში, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის სია, თუ როგორი უნდა იყოს ის მაჟორიტარი კანდიდატები, ვისაც ენდობა ხალხი და რაც თავარია ის ხალხი, რომელიც სასარგებლო იქნება საქართველოს პარლამენტისათვის. პარლამენტისათვის, რომელიცაც ბოიკოტს კი არ გამოუცხადებს წაგებული პოლიტიკური ორგანიზაცია თავის ქვეყნის პარლამენტს, არამედ რომელშიც იმუშავებენ 24 საათი. იმიტომ რომ პარლამენტი თვითონ არის პრინციპი იმისი, რომ იქ უნდა იყოს ოპოზიცია და პოზიცია. რომ ამ კამარში დაიბადოს შეშმარიტება და არა დაპირისპირება დაპირისპირებისათვის. დაპირისპირება იმისთვის, რომ საქართველოში შექმნას პრობლემა. და მე შეიძლება არასწორ პოლიტიკურ ანალიზს ვაკეთებ, მაგრამ ჩემთვის ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ეს დაპირისპირება, რომელიც დაიწყო დღეს ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგი ბლოკის მიმართ, არის დაგეგმილი. იმიტომ რომ ვერც შევარდნაძე აფეთქეს, ვერც სოციალურ სფეროზე დესტაბილიზაცია გამოიწვიეს, ვერც აფხაზეთთან პრობლემების შექმნა ვერ მოახერხეს მიუხედავად გალისა და ჩაერთო ყველაზე სარეზერვო ვარიანტი, რომ საქართველოს რეგიონი დაუპირისპირდეს საქართველოს ხელისუფლებას. რაც არის თავისი აბსურდი. ასე დროს ხელისუფლება უნდა ალბათ სხვა ზომებზე გებულობდეს, მაგრამ ჩვენ ჩაგანებული ვართ ამ სიტუაციაში. ამიტომ გამოსავალი ჩვენ დამოვძებნოთ იმ კანდიდატებით, რომელიც შეძლებენ ამ ნდობის მოპოვებას და შეძლებენ იმ პოლიტიკის განხორციელებას, განახლებული პოლიტიკა რასაც ჩვენ არაერთხელ გვიტყვია მოქალაქეთა კავშირს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ წლევანდელი წელი ჯობია, ვიდრე იყო 95 წელში ამ პერიოდში ეკონომიკურად, კრიმინალურად თუ ასე შემდეგ, მაგრამ წელ ჩვენ ვხედავთ უამრავ ნაკადს. ბიუჯეტთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, იმ კორუფციასთან დაკავშირებით, რაც გამეფებულია, მაგრამ იმ 4 წლისგან განსხვავებით, წინათ რაც ჩვენ იყო, ჩვენ დღეს ვხედავთ, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს. ჩვენ შეიძლება ცოტა იდეალისტები ვიყავით, როცა მოვდიოდით, მაგრამ დღეს ჩვენ რეალისტები. დღეს ჩვენ გვჭირდება დრო, რომ ბოლომდე მივიყვანოთ გასაკეთებელი საქმე და უკან არ წავიდეს ეს ქვეყანა. წავიდეს იქ, საიდანაც არაფერი აღარ მოტრიალდება და მაშინ ეკონომიკა მარტივად დალაგდება, ყველა ფირმას აღორძინება დაერქვა. მაშინ პოლიტიკური ესპარიმენტი ძალიან მარტივად დალაგდება, იმიტომ რომ მხოლოდ დეიდაშვილები, ბიძაშვილები და სიძეები იქნებიან თუ ცოლიძმები იქნებიან სამინისტრო კაბინეტში და ეს ყველაფერი ძალიან მარტივად იქნება. მაგრამ ქვეყანა გახდება საცობი. და არა ის, როდესაც ჩვენ 4 წელი ვცდილობდით, რომ საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოეპოვებინა და ჩვენ ინტერესი გაჩნდა საქართველოს მიმართ და ამისთვის აკეთებდა შევარდნაძე ყველაფერს. შეიძლება დღეს ბევრი უსაყვარლო რომ ხელისუფლებას, მაგრამ რომ არა ეს ფუნქცია, ბატონი დავითი დამედასტურებს. არ არის საქართველოს ისეთი ქვეყანა, რომელზედაც დღე-დაღამე ფიქრობ. შენ უნდა დააინტერესო, შენ უნდა მოაპოვებიო ისლამი ინტერესი. ამ ქვეყანაზე ფიქრობენ სხვა სამსახურები, რომელსაც სპეცსამსახურები ქვია და წერენ გეგმებს, როგორ მოხდეს, რომ ქვეყანაში არეულობა იყოს და 5 ნაწილად დაიყოს თუ 10 ნაწილად დაიყოს. და არ გეცნობათ ის ხალხი. 91 წლიდან არ გეცნობათ ის ხალხი, ვინც ქვეყანა აკადემია იყო. სახეები არ მეორდება შემთხვევით. ვინ დანიშნა ეს ხალხი, ვინც დღეს არ ძიმბა, ვისი რეკომენდირებული იყო არ ძიმბა. ვისი რეკომენდირებული იყო ბატონიასთან? კი მე ეს საყოველთაოდ დაიჭირა, არა მაინც. ასათიანები და 60% ჩვენ შეაში მოვლენ ახალი ენერგიული ადამიანები. ჩვენთვის მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო, რომ იყოს გუნდი მოქალაქეთა კავშირის და არა სიის წევრი იყო რომელიმე მოქალაქეთა კავშირის და ორგანიზაცია, რომელიც ამაზე არ ფიქრობს, განცილული. რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ თავის ბიძაშვილი და დეიდაშვილი და მარტო იმით ჩაწეროს, როგორი ხუბის მოჭრელი მონა იქნება ეს ადამიანი, როცა მოხდება პარლამენტში. ამიტომ ეს პროცესი ჩვენთან დაწყებულია და რაც თავია ის პროცესი, რასაც მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა ქვია, იმიტომ რომ აი ამ რთულ სიტუაციაში სწორედ ადამიანებს, რომლებიც ავტორიტეტი, რომლის გამოცდილება, რომლის მუშაობა იცის მოსახლეობის უმრავლესობამ და ენდობა მას, არის გადამწყვეტი ჩვენი გამარჯვებისა და სწორედ ამიტომ არის რომ ჩვენ ვფიქრობთ მაჟორიტარ კანდიდატს დავასახელოთ ხარი დაუჭრა და დიდი მადლობა გამოგვხდა ამ შემთხვევაში რომ დავთანხმდნენ ამ თუ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩასაფრთხილად იმ რაიონების მიხედვით მაჟორიტარებს, რომელსაც დღეს წარდგა. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეძლო ზაზამ, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა, მაგრამ დღეს მისი განაცხადებებით არის ის, რომ სწორედ ახალი ძალა არის მოსასწრელი. ძალიან ბევრი კაი საქმის გაკეთება შეძლო ბატონმა რომანმა, მაგრამ ჩვენ ბატონ რომანს კიდევ ერთხელ დაველაპარაკებთ, რომ ჩვენ ვიქნებთ, რომ ახალი ადამიანია საჭირო, ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ და ბატონ დავითი ყოველ შემთხვევაში გვაქვს დიდი იმედი და შანსი, რომ ბატონ დავით როგორც გამარჯვება იყო 4 წლის წინ და ამის საფუძველს მიმაძლევს ის დიდი მუშაობა, რაც ბატონ გიასთან ერთად მიმდინარეობს რაიონში, ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდება და ის რომ დღეს ბატონი ზურაბ ჩხეიძე არის
დღეს წარმოდგენილი ჩვენთან და მან თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ ჩვენ გვერდზე იყოს არჩევნებში, ჩვენთან ერთად იყოს არჩევნებში და სწორედ გამარჯვება მოიპოვოთ, იმიტომ რომ ეს არის გარანტირებული გამარჯვების, გარანტირებული არჩევანია ამ შემთხვევაში ბატონის ზურაბი და ამიტომ დაგვთანხმდა და მიუხედავად იმ დიდი საქმისა, რასაც ბატონის ზურაბი აკეთებს, ჩვენს ქვეყანაში დაგვთანხმდა, რომ დღეს აი აქ დადგეს და აი აქ ყველაზე მეტად სადაც ოზურგეთზე სულ სხვა გაწვრები იყო და სულ სხვა იმედები ჰქონდა და ბატონი თამას კუნჯულია ასევე, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და ფაქტურად ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ ბატონ თამასზე მივიღეთ, არის გარანტია იმისი, რომ ერთობლივი მუშაობის, სერიოზული მუშაობის შემთხვევაში ლანჩხუთი არ არის, ლანჩხუთი არის სხვა რაიონი და განსაკუთრებული რაიონია და შეიძლება ეხლა ახალი პრეზიდენტობის კანდიდატი საჩხერება კაცმა დაასახელოს, მაგრამ ჩვენ საჩხერეში ვართ ისეთი ხალხი, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ისეთი მოთხოვნა და მე პირობას გაზრდებ, რომ ჩემს სოფელში არ მოიგებს, სხვა კანდიდატი და სხვა პარტია არჩევს.